დღეს ჩემთან ერთად სტუდიაში იქნება ტატო ბაციკაძე და ჩვენ ერთად შევეცდებით ამ ყველაფრის მოგვარებას. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორს და პარტნიორს აჭარაბეთს, რომელიც გადაცემის დაარსების დღიდან გვიდგას მხარში და რაც თავარია, მხარში გვიდგას ყველა იმ კეთილი აქციის დროს, რომელსაც ერთობლივად უკვე აგერ რამდენი წელია ვატარებთ და ყველაზე სასიამოვნო ამ პროექტში არის ის მომენტი, როდესაც ჩვენს პატარა მეგობრებს სტუმრობთ და მათ გახარებულ თვალებს ხედავთ, მათ საჩუქრებით ვამარაგებთ, გვაქვს ურთიერთობა, გრძელდება ესმერე და გადადის ნელ-ნელა მეგობრობაში, ყველაფერი ეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიცადეთ ამ კვირაში ხუთშაბათს ჩვენ ვიყავით სტუმრად ერთ-ერთ ბავშვთა სახლში, უბრალოდ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლში, მე და გიორგი კაკაბაძე გავემართეთ ტოტალიზატორ აჭარაბეთის ოფისში, მოგიხსენებათ მაყურებლების 4 მოგებული ბილეთით ვიყავით იქ, ასე რომ მივედით, რა თქმა უნდა, მაყურებლებიც მოვიდნენ და იდგნენ ჩვენს გვერდით, გამოვიტანეთ ტრადიციული თანხა და ჩვენ ეხავე გეტყვით, რომ ვესწრუნეთ სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდი, ქველმოქმედთა სახლი, მომავლის გზა. აი ეს არის სრული დასახელება იმისათვის, რომ რაიმე არ დავარღვიოთ, ჩვენ უბრალოდ მომავლის გზა რო უწოდოთ, მე მგონი უკვე კორექტული იქნება ჩვენი მხრიდან. ასე რომ აი ესე მივიღეთ ჩვენ თანხა, შევიძინეთ მაცივარი, რომელიც ასე ძალიან ესეჭიროებოდათ ჩვენს პატარა მეგობრებს, რომლებიც ახალ შენობაში გადავიდნენ და ეს ახალი შენობა ტატო იმყოფება ყიფშიძის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, საბურთალო და მაჟაბშალოდან გადმოვიდნენ. აი ეს ჩვენს მიერ დაპირებული მაცივარი მივიტანეთ იქ. რა თქმა უნდა, ტყვილეულობა, რომელიც თინათინ ძაძამია მოიმარაგა ტრადიციულად, ესეც მივიტანეთ, აი ეს თინათინი გამოჩნდეთ, ჩვენ ვესტუმრეთ, აი ბატონი დათო კირწურაშვილი გამოჩნდა, ქალბატონი ნანა ყობახიძე, ძალიან კარგი პირობებია. ტატო, აი რამდენი ოჯახური ტიპის სახლში ვართ ბოლო პერიოდში ნამყოფი და ერთ-ერთი კი ყველაზე საუკეთესოა ეს, რაც ვნახეთ თან ქალაქის ცენტრში, პატარა ჩვენს მეგობრებს გავეცანით, გავესაუბრეთ, გვიგალობეს სხვათა შორის მათ დაგვათვალიერებინეს თავიანთი შემოქმედება, ხატავენ ძირითადად ფიროსმანის ნახატების ხატვით არიან დაკავებული, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან სხვათა შორის. ეხლა ამჟამად 19 ბავშვი უკვე იქ არის, სულ 5 დღის გადასულები არიან. ნახე რა კარგი საკლასო ოთახები აქვს, სადაც იმეცადინებენ. შემდეგ კიდევ შემოუერთდება დღის სექტორი, აი დღისი პრინციპებია და თავარი სიურპრიზი ჩვენთვის და სასიამოვნო, ქალბატონი ნინელი ჭამკვეტაძე იმყოფება პატარა ბავშვებთან თითქმის 24 საათი და ესე იგი არანაირ ზრუნველობას არ აკლებს, აი დედასავით არის პატარებთან ჩვენ ეს თვალნათლივ ნახეთ, ეჭვიც არ გვეყარებოდა, მაგრამ შენი თვალით რომ ნახავ, ამას უსწრაფასი აქვს. ნახეთ რა ლამაზად არის მოხატული მათი სასადიო, ისეთი სისუფთავე, სანიმუშო, ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებდა, რომ ცოტა უფროსები რო ყოფილიყო, ჩვენც შევეწილებოდით სადილში სიამოვნებით. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა უთხრა აჭარაბეთს და იმედის ფსონს დღევანდელი სტუმრობისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ მომავლის ბავშვთა სახლის სულ რაღაცა 1 კვირა გადმოვიდა ახალ მისამართზე და თქვენ ხართ პირველი სტუმრები ამ ბავშვებისთვის. მადლობ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი ბავშვებისთვის, გაახალისეთ დღევანდელ დღეს მოუტანეთ საჩუქრები, რისთვისაც მინდა ყველას თითოეული იმ ადამიანს, რომელიც მიიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად, უთხრა ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ყურადღებისათვის, უსაზღვროა თქვენი ყურადღება ბავშვების მიმართ და ღმერთმა ბევრი სიკეთე შეგაძლებინოთ, რომ აი ესე ყურადღება გამოგეჩინოთ. რა შეიძლება ეხლა ამაზე ითქვა? საერთოდ ადამიანი ქველმოქმედებას როცა აკეთებს, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს, მაგრამ ეხლა ეს ის შემთხვევაა, როცა არ შეიძლება მადლობა არ უთხრა იმ ადამიანებს, ვინც ამ ქველმოქმედებაში იღებს მონაწილეობას და აი ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის ბატონ ბიძინას და მისი ოჯახის დამსახურება პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ მომავლის გზის თანამშრომლების ყველას, ვინც ამდენი წელი არ 8 წელი ამ საქმეს ვემსახურებით, მაგრამ რასაკვირველია, ასეთ რამეს ჩვენ ვერ შევძლებდით. მიუხედავად იმისა, რომ ყავს ბევრი სპონსორი
მაგრამ ეს ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი შენატანია და ბუნებრივია, რომ ადამიანი უმადური არ უნდა იყოს და ამ ბავშვებმაც უნდა იცოდნენ ვისი მადლობლები უნდა იყვნენ. ამიტომ პირველ რიგში რასაკვირველია მათ. ასევე მე მადლობელი ვარ თქვენი, ყველა თქვენთაგანის, ვინც არ მიატოვეთ ეს საქმე. მორიგი აქცია გამართა იმედისორმა პარტნიორი აჭარაბეთის დახმარებით ჩვენ ვიყოფით საოჯახო ტიპის ბავშვსახში მომავლის გზაში, სადაც ბავშვებს მოუტანეთ კბილეული მაცივარი. დღევანდელი დღე გავატარეთ მათთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთი ახალი მეგობრები შევიძინეთ. იმედისორნისა და აჭარაბეთის დახმარებით დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლს, რომელსაც ქვია მომავლის გზა. ახალი გახსნილია, ჩვენ მათ მოუტანეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კბილეული, გამაგრილებელი სასმელები, შევიძინეთ ახალი მეგობრები, პატარები და შევეცდებით, რომ კიდევ დიდხანს გავაგრძელოთ მათთან მეგობრობა და მომავალშიც შევეძლებთ ბილეთების მოგებას, რათა უფრო ხშირად ვესტუმროთ ხოლმე მათ და არ ვაგზნობინოთ თავი მარტოდ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველა ადამიანი გაერთიანდეს იმისთვის, რომ ეს პატარები იყვნენ ბედნიერები და ჯანმრთელები, რომ ყველას გაბრწყინებული ქონდეს მომავალი გზა. დიდი მადლობა ყველას, რომელმაც თუნდაც მცირეოდენი წვლილი მიიღო ამ აქციის განხორციელებაში. აი ესე თბილად დავემშვიდობეთ, წამოვედით ჩვენ კიდევ არაერთხელ მივალთ აქ ამ სახლში კონკრეტულად, იმიტომ რომ მიცით რომ ყოველთვის ასე ავიღეთ ხოლმე შეფობას გარკვეულ რომელიმე ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლთან, შევეცდებით რომ ყველანაირი ჩვენს საშუალებებს რომ შევწყვდებით ისეთი რაღაცეები დავეხმაროთ. იქ ხა მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე რომ გადასარევი პირობები აქვს, მაგრამ ზედმეტი საჩუქარი და რაღაც პატარ-პატარა სიხარული ბავშვს აქ ზრუნველობა მოკლებულს კი არა, ოჯახში რომ იზრდება, იმას უხარია და იმას არ აწყენს არასდროს. ზედმეტი არც არსებობს თქვენს. ხო, არ არის, მაგას გეუბნები. ხო და თან ახლა ქალბატონ ნინელის გავესაუბრეთ, დათო კინწურაშვილის თავმჯდომარეს ისე შევიტყვეთ რა, როგორ რანაირად, ვიცით უკვე ჩვენი მიმართულება, რა კუთხით უნდა ვიფიქროთ და პირველ რიგში იქ იყო ხაზგასმული სპორტი. სპორტისადმი სიყვარული ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ შეფობას ავიღებთ უახლოეს პერიოდში ამ ნაწილზე, იმიტომ რომ იქ პატარა ეზო აქვთ, რომელიც სპორტული თამაშობებისთვის არის იდეალური. იქ შეიძლება ფრენბურთის, კალათბურთის, რა ვიცი, ხელბურთის, პატარა ფეხბურთის, ყველაფრის ბადმინტონის და ასე შემდეგ ორგანიზება. ასევე გამოითქვა სურვილი, რომ ჭადრაკიც ჩავთოთ აუცილებლად ამ განვითარებაში ბავშვების ყოველხრივ არის სასარგებლო და ქალბატონ ნონასაც თურმე გამოუთქვა სურვილი, რომ ასეთ პირობებში შეიძლება ესტუმროს და რაღაც რჩევები და რეკომენდაციები მიცეს და ვინც ის იქნებ ახალი ნონა გაფრინდაშვილი სწორედ ახლა იმ სახლში იზრდება. ასე რომ ჩვენ შევეცდებით კიდევ არაერთხელ გავახაროთ ჩვენი პატარა მეგობრები, რა თქმა უნდა, ხა პირველად იმათაც დაიმორჩხეს, თან ახალ გარემოში იყვნენ და ხა იმდენად საუკეთესოდ ვერ წარმოგვიჩნდნენ, იმიტომ რომ ცოტა ხა ბავშვის ფსიქიკა იცით რომ ჯერ შეგუების პროცესია და შემდეგი სტუმრობის დროს უფრო ჩვენი ურთიერთობას უფრო თბილ ესეთი მეგობრობაში გადაიზრდება დარწმუნებული ვარ. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ იმისათვის რომ ხარში გვიდგახართ და თქვენი საშუალებით ჩვენ აი ეს აქცია მთლიანად მაყურებლების ბილეთების დახმარებით იქნა გაკეთებული.